მათეს სახარების განმარტება. თავი მეორე. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი. მუხლები პირველიდან მეორეს ჩათვლით. ვარსკვლავი და მოგვთა მოსვლა. 1. ხოლო იესვის შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა. ბეთლემი ითარგმნება როგორც სახლი პურისა, ხოლო იუდეა, როგორც აღსარება და აღსარების წყალობით, ახლა ჩვენს სახლად სულიერი პურისა ვიქცეთ. დღეთა ჰეროდე მეფისათა. ჰეროდე იხსენიება, რათა შენ ისწავლო, რომ მთავარნი და მეფენი იუდას შტოდან შეწყდნენ და ქრისტე აუცილებლობის გამო მოვიდა. ჰეროდე ხომ არა იუდეველი, არამედ იდუმიელი იყო. ძე ანტიპატრესი, რომელსაც იგი არაბი ცოლისაგან შეეძინა, როცა მთავარნი იუდას ტომიდან შეწყდნენ, როგორც ეს იაკობმა იწინასწარმეტყველა. წარმართთა მოლოდინის ხანა დადგა, დაბადება. თავი 49. მუხლი მესამე. მეფისათა. რადგან სხვა ჰეროდეც იყო, მეოთხედ მთავარი, ამიტომაც მათე მის მეფურ პატივზე მიუთითებს. აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალიმ. რისთვის მოვიდნენ მოგვები? რაღა თქმა უნდა, იუდეველთა განსასჯელად. უკეთ უკერპთა ყვანისმცემელმა მოგვებმა ირწმუნეს. იუდეველებს თავის გასამართლებლად რაღა რჩებათ. ამასთან, იმისთვისაც მოვიდნენ, რომ დიდება ქრისტესი კიდევ უფრო განბრწყინებულიყო დამოწმებით მოგვებისა, რომელნიც უფრო დემონებს ემსახურებოდნენ და ღმრთის მტრები იყვნენ. აღმოსავალით. ესეც ებრაელთა განსასჯელად, რადგან ისინი თაყვანისსაცემად ასე შორიდან მოვიდნენ, ხოლო ებრაელები, რომელთაც ქრისტე ჰყავდათ, მას სდევნიდნენ. 2. და იტყოდეს, სადა არს, რომელი იგი იშვა მეუფე ჰურიათაი? ამბობენ, რომ ეს მოგვები ბალამ მოგვის შთამომავალნი იყვნენ და რომ მათ იპოვნეს მისი წინასწარმეტყველება. გამობრწყინდეს ვარსკვლავი იაკობისაგან და მოსვნეს მთავარნი მოაბისნი, პირველი რიცხვი. თავი 24. მუხლი მე-17. მათ საიდუმლო ქრისტესი გულისხმახვეს და იმიტომაც წამოვიდნენ, რომ ახალშობილის ხილვა სურდათ. რამე თუ ვიხილეთ ვარსკვლავი მისი აღმოსავალით. როცა ვარსკვლავზე მოისმენ, ნუ იფიქრებ, რომ იგი ერთი იმათთაგანია, რომელთაც ვხედავთ, არამედ ეს ღმრთეებრივი და ანგელოზებრივი ძალა იყო, რომელიც ვარსკვლავის სახით გამოჩნდა, რადგანაც მოგვები ვარსკვლავთვრიცხველნი იყვნენ. უფალმა ისინი მათთვის ნაცნობი ნიშნით მოიყვანა, ისევე როგორც მეთევზური პეტრე განაცვიფრა თევზის სიმრავლით, რომელიც მან ქრისტეს სახელით დაიჭირა. ვარსკვლავი რომ მართლაც ანგელოზებრივი ძალა იყო, იქიდანაც ჩანს, რომ დღისითაც ანათებდა და იქიდანაც, რომ მიდიოდა მაშინ, როცა მოგვები მიდიოდნენ და იდგა, როცა ისინი ისვენებდნენ, განსაკუთრებით კი იქიდან, რომ იგი ჩრდილოეთის მხრიდან, სადაც სპარსეთია, სამხრეთისკენ მოძრაობდა, სადაც იერუსალიმია, ჩვეულებრივ კი, ვარსკვლავი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ არასოდეს მოძრაობს. და მოვედით თაყვანისცემად მისა. როგორც ჩანს, ამ მოგვებს დიდი სათნოება ჰქონდათ, რადგან უკეთუ თაყვანისცემა უცხო მიწაზე მოისურვეს. განა შეიძლებოდა, რომ სპარსეთში არ ყოფილიყვნენ გაბედულნი და არ ექადაგათ. მუხლები მესამედან მე-6-ეს ჩათვლით. ჰეროდეს შეშფოთება და მიქიას წინასწარმეტყველება. 3. ვითარცა ესმა ესე ჰეროდეს მეფესა, შეძრწუნდა და ყოველი იერუსალიმი მისთანა. ჰეროდე შეშფოთდა, რადგან უცხო ტომისა იყო და თავისი სამეფო ხელისუფლების გამო შიშობდა, რომლისთვისაც თვითონაც იცოდა, უღირსი იყო, მაგრამ იუდეველნი, ისინი რისთვისღა შეშფოთდნენ, იმათ ხომ, პირიქით, უნდა გახარებოდათ, რომ მეფე ეყოლებოდათ, რომელსაც თაყვანს სპარსეთის მეფენიც სცემდნენ, მაგრამ ბოროტება მართლაც რომ უგუნურია. 4. და შეკრიბნა ყოველნი მღვდელთმოძღვარნი და მწიგნობარნიერისანი და იკითხვიდა მათგან, სადა უკვე შობად არს ქრისტე? მოძღვარნი ხალხისა განსწავლული ადამიანები იყვნენ, ვითარცა ისინი, რომელთაც ჩვენ გრამატიკოსებს ვუწოდებთ, ღმრთის განგებით,
სწორედ მათ გამოჰკითხეს, რათა ჭეშმარიტება ეღიარებინათ. ამიტომ ისინი იმისთვისაც განისჯებიან, რომ ჯვარს აცვეს იგი, ვინც ადრე აღიარეს. 5. ხოლო მათ ხრქვეს მას ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამე თუ ესრეთ წერილ არს წინასწარმეტყველისა მიერ. რომელი წინასწარმეტყველისა? მიქიასი, რამე თუ იგი ამბობს. 6. და შენ, ბეთლემ, ქვეყანა იეგე იუდაისი, არასა და უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაისთა. მიქია, თავი მეხუთე, მუხლი მეორე. რა კი ეს ქალაქი პატარა იყო, არაფრად აგდებდნენ, ახლა კი, იმის წყალობით, რომ ქრისტე მისგან გამოვიდა, დიდებული გახდა და ამ წმინდა ბეთლემის თაყვანსაცემად ქვეყნის ყოველი კიდიდან მოდიან. რამე თუ შენგან გამოვიდეს წინამძღვარი. კარგად თქვა, გამოვიდეს და არა დარჩეს შენთან, რადგან ქრისტე ბეთლემში არც დარჩენილა, არამედ შემდგომად შობისა მისგან გამოვიდა და მეტწილად ნაზარეთში ცხოვრობდა. იუდეველების თქმით, ეს წინასწარმეტყველება ზორობაბელზე იყო ნათქვამი, მაგრამ ცხადია, ცრუობდნენ. ზორობაბელი ხომ არა ბეთლემში, არამედ ბაბილონში დაიბადა, რადგან სახელი მისი ზორო თესლსა და შობას ნიშნავს. ბაბელი კი ბაბილონს ანუ ბაბილონში ჩასახულს თუ შობილს, მაგრამ მათ წინასწარმეტყველებაც ცხადად ამხელს, როცა ამბობს გამოსავალნი მისნი დასაბამით დღეთაგან საუკუნოისათან მიქია, თავი მეხუთე, მუხლი მეორე. სხვას ვისა აქვს გამოსავალნი დასაბამით დღეთაგან საუკუნოისათა? თუ არა ქრისტეს, მას ხომ ორი გამოსავალი ანუ შობა ჰქონდა. პირველი შობა დასაბამითგანვე მამისაგან და მეორე დღეთაგან საუკუნოისათა, რომელიც ღვთისმშობლისაგან დაიწყო და დროში აღსრულდა. და გვიპასუხონ იუდეველებმა, ზორობაბელი დასაბამითგანვე იშვა, მაგრამ სათქმელი არაფერი აქვთ. რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაელი. დამწყსოსო, ამბობს და არა იმას, ტირანი იქნება და შთანთქავსო, რამე თუ სხვა მეფენი მგლები არიან და არა მწყემსნი. ქრისტე კი, როგორც ამას თვითონვე ამბობს, მწყემსია, მე ვარ მწყემსი კეთილი. ისრაელერს იგი როგორც ებრაელთა, ასევე წარმართთა შორის მორწმუნეებს უწოდებს. რამდენადაც ისრაელი როგორც მხილველი ღმრთისა ისე ითარგმნება, ამდენად ყველა, ვინც ღმერთს იხილავს, წარმართაგანიც რომ იყოს, ისრაელიანია. მუხლები მე7-დან მე12-ს ჩათვლით, ჰეროდეს ხრიკი, მოგვთა თაყვანისცემა და ძღვენი. 7. მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგვთა, ჰეროდემ ფარულად ისინი იუდეველთა გამოიხმო, რადგან ეჭვობდა, რომ შეიძლებოდა იუდეველებს ყრმის მიმართ დიდი მზრუნველობა გამოეჩინათ და გადარჩენაც მოფიქრებოდათ იმისი, ვისაც ისინი მომავალში უნდა გაეთავისუფლებინა. ამიტომაც იზრახავს ბოროტებას ფარულად. და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებულისა მის ვარსკვლავისაი. ანუ ყოველივე ზუსტად შეიტყო, ვარსკვლავი ხომ მოგვებს მანამდე გამოუჩნდა, ვიდრე უფალი დაიბადებოდა, იმდენად, რამდენადაც გზაში მათ დიდი დრო დაეკარგებოდათ. ვარსკვლავი ადრევე გამოჩნდა, რათა ყრმისათვის თაყვანი მაშინ ეცათ, როცა ის ჯერ კიდევ სახვევებში იქნებოდა. თუმცა ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ვარსკვლავი ქრისტეს შობასთან ერთად გამოჩნდა, ამიტომ მოგვები მთელი 2 წელი მოდიოდნენ და უფალი არცა სახვევებსა და არცა ბაგაში, არამედ 2 წლისა შინ, დედასთან ერთად იხილესო, მაგრამ შენ უპირატესობა პირველად თქმულს მიანიჭე. 8. და წარავლინა იგინი ბეთლემ და ხრქუა, მოვედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთვის. მეფისთვისო კი არ უთხრა, არამედ ყრმისათვისო, რადგან მისი სახელიც კი ეჯავრებოდა, რითაც ცხადყო, როგორ იყო გაცოფებული მის მიმართ. 8. 9. და რა ჟამს ვპოვოთ იგი, მითხართ მე, რაითა მეცა მივიდე და თაყვანის ვსცე მას, ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან, წარვიდეს. რადგან თვითონ უზაკველნი იყვნენ, იფიქრეს, რომ ჰეროდეც გულწრფელად ლაპარაკობდა. და აჰა ვარსკვლავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინა უძღოდა მათ.
განგებით ღმრთისა ვარსკვლავი მცირე ხნით დაიმალა, რათა მათ იუდეველთათვის გამოეკითხათ. ჰეროდეც შეძრწუნებულიყო და ამგვარად ჭეშმარიტებაც უფრო ცხადი გამხდარიყო. ხოლო როცა ისინი იერუსალიმიდან გამოვიდნენ, ვარსკვლავი კვლავ გამოჩნდა და წინ მიუძღოდა მათ, საიდანაც ჩანს, რომ იგი ღმრთეებრივი ძალა იყო. ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილს ამას, რომელსა იყო ყრმა იგი. და ესეც საკვირველია, რადგან ვარსკვლავი მაღლიდან დაეშვა და დადგარა დედამიწასთან ახლოს. მათ ადგილი უჩვენა, რამე თუ კვლავ მაღლიდან რომ ჩვენებოდა, როგორღა უნდა გამოეცნოთ კერძოდ ის ადგილი, სადაც ქრისტე იმყოფებოდა, რადგანაც ვარსკვლავები თავიანთი ბრწყინვით დიდ სივრცეს მოიცავენ. შესაძლოა, შენ მთვარე შენი სახლის თავზე იხილო და მეც მეგონოს, რომ იგი მხოლოდ ჩემი სახლის თავზეა. და საერთოდ, ყველას ეჩვენება, რომ მთვარე, ან სხვა რომელიმე ვარსკვლავი მხოლოდ მის თავზე დგას. ამიტომ ქრისტეს ადგილსამყოფელს ვერც ის ვარსკვლავი აჩვენებდა. დაბლა რომ არ დაშვებულიყო და ყრმას თითქოს და თავზე რომ არ დასდგომოდა. 10. ხოლო მათ ვითარცა იხილეს ვარსკვლავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად, რომ არ შეცდნენ და ის იპოვეს, ვისაც ეძებდნენ, ამიტომ გაიხარეს. 11. და ვითარცა შევიდეს სახლს ამას, იხილეს ყრმა იგი მარიამისთანა, დედისათვისისა. შვარა, ქალწულმა, რადგანაც მაშინ სახლი ვერ იპოვნეს. ყრმა ბაგასაშინა მიაწვინა, მაგრამ როგორც ჩანს, შემდეგში სახლი მოუნახეს, სადაც მოგვებმა იპოვნეს კიდევაც ისინი. როგორც ლუკაც ამბობს, ბეთლემში ისინი აღწერისთვის ავიდნენ, მაგრამ რადგანაც აღწერაზე დიდძალი ხალხი შეგროვდა, თავდაპირველად სახლი ვერ იპოვნეს და უფალი მღვიმესა შინაიშვა. შემდეგ სახლიც გამოძებნეს, სადაც მოგვებმა უფალი იხილეს. და დავარდეს და თაყვანის სცეს მას. აჰა განბრწყინება სულისა, გლახა კი იხილეს და თაყვანის სცეს, რადგანაც ირწმუნეს რომ ღმერთი იყო, ამიტომ ვითარცა ღმერთს და ვითარცა კაცს ძღვენიც მიართვეს. აბა, მოისმინენ და აღაღეს საუნჯეთა მათთა და შეწირეს მისა ძღვენი, ოქროი, გუნდრუკი და მური. ოქრო მას ვითარცა მეფეს მიართვეს, რადგან ჩვენც, მისი ქვეშ შევრდომნი, მეფეს ოქროს ვუძღენით, ხოლო გუნდრუკი, ვითარცა ღმერთს. რამე თუ ღმერთს გუნდრუკს ვუკმევთ, მური კი, ვითარცა სიკვდილის გემოის მხილველს, რადგანაც იუდეველნი, სხეული რომ განუხრწნელი დარჩეს, მიცვალებულს შემურულს მარხავენ. თავადაც მშრალი მური ხომ სინესტეს აშრობს და ამით მატლების წარმოშობას უშლის ხელს. ნახე რწმენა მოგვებისა, მათ ბალაამის წინასწარმეტყველებიდან ისწავლეს, რომ უფალი ღმერთიც იქნებოდა და მეფეც და რომ ის ჩვენთვის მოკვდებოდა. მაგრამ ამ წინასწარმეტყველებასაც მოусმინე. ინახი იდგა და განისვენა ვითარცა ლომან, ვითარცა ბოკვერმან, რიცხვნი, თავი 24, მუხლი მე-9, ლომი მეფურდიდებას ნიშნავს. ხოლო ინახი იდგა, სიკვდილს, მაკურთხეველი შენი იკურთხევა. აჰა, ღმრთეება, რადგანაც ძალა კურთხევისა მხოლოდ ღმრთეებრივ ბუნებას აქვს. 12. და მოიღეს ბრძანებაი ჩვენებით, რაითა არა მიაქციონ ჰეროდესა, არამედ სხვით გზით წარვიდნენ სოფლათთვისა. ყურადღება მიაქციეთ თანმიმდევრულობას. ღმერთი რწმენისკენ მათ ჯერ ვარსკვლავით წარმოუძღვა, შემდეგ იერუსალიმში მისულებს, წინასწარმეტყველის მიერ ასწავლა, რომ ქრისტე ბეთლემში იშვებოდა, ხოლო ბოლოს, ანგელოზის მეშვეობით, მათ ირწმუნეს წინასწარმეტყველებისა, ანუ ღმრთეებრივი სიტყვისა და როცა ღმრთისაგან გამოცხადება მიიღეს, ჰეროდე მოატყუეს. არც მის დევნას შეუშინდნენ და ახალშობილის ძალით გამხნევებულნი ჭეშმარიტი მოწმენი გახდნენ. მუხლები მე-13-დან მე-15-ს ჩათვლით. ლტოლვა ეგვიპტეში. 13. და ვითარცა განეშორნეს იგინი. აჰა ანგელოზი უფლისაი გამოუჩნდა ჩვენებით იოსებს და ხრქვა. აღდეგდა წარიყვანე ყრმა იეგე და დედაი მაგისი. ხედავ რა მიზეზით დაუშვა ღმერთმა ქალწულის დაწინდვა. აქედან შენთვის ცხადი ხდება, რომ იგი დაიწინდა, რათა იოსებს დაეცვა და ეზრუნა მასზე.
ანგელოზმა ის კი არ უთხრა, შენი ცოლი წაიყვანეო, არამედ დედა კრმისაო, რადგან, როცა ეჭვი გაქრა და მართალმა იოსებმა სასწაულებრივი შობისა ანუ იმისა, რომ ყოველივე სულიწმიდისაგან იყო, ირწმუნა, ანგელოზმა მარიამს უკვე მისი ცოლი აღარ უწოდა. და იუტოდე ეგვიპტედ, ილტვის უფალიც, რათა ერწმუნათ, რომ იგი ჭეშმარიტად კაცი იყო, რადგან უკეთუ ჰეროდეს ხელში დარჩებოდა და არ მოკლავდნენ. იფიქრებდნენ, რომ მოჩვენებითად განხორციელდა. ეგვიპტეში ილტვის, რათა ისიც წმიდა ყოს. ყოველგვარი ბოროტების ბუდე ხომეს ორი მხარე, ბაბილონი და ეგვიპტე, იყო. ამგვარად თაყვანისცემა ბაბილონისაგან მან მოგვების სახით მიიღო, ხოლო ეგვიპტე თავისი იქ ყოფნით განწმინდა. და იყავ მონ, ვიდრემდე გრქუა შენ. არ უთხრა იქნები, არამედ იყავ მონ, ვიდრემდე არ მიიღებდა ბრძანებას ღმრთისაგან, გარეშე ღმრთეებრივი ნებისა, არც ჩვენ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. რამე თუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და წარწმედად ეგე. და ხე უგუნურებას კაცისა, რომელსაც ღმრთის ნებაზე გამარჯვება სურს, რადგან უკეთუ ღრმა ღმრთისაგან არ იყო შობილი, რისი ეშინოდა, ხოლო უკეთუ ღმრთისგან იყო, როგორღა მოკლავდა. 14-15 ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ღრმა იგი და დედა იმისი ღამე და წარვიდა ეგვიპტედ და იყო მონ, ვიდრე აღსრულებადმდე ჰეროდესა, რაითა აღესრულოს სიტყვა იგი უფლისაი, თქუმული წინაისწარმეტყველისა მიერ, ეგვიპტით უწოდე ძესა ჩემსა. იუდეველნი ამბობენ, რომ ეს იმ ხალხზე ითქვა, რომელიც მოსემ ეგვიპტიდან გამოიყვანა. ვუპასუხებთ, რომ რაღაც ახალი წინასახეობრივად ხალხზეც ითქვა, მაგრამ ჭეშმარიტად ქრისტეზე აღსრულდა. შემდეგ, ვინ არის ძე ღმრთისა, ბელფეგორისა და სხვა კერპების თაყვანისმცემელი ხალხი თუ ჭეშმარიტი ძე მისი? მუხლები მე-16-დან მე-18-ს ჩათვლით, ყრმათა ხოცვა ბეთლემში. 16. მაშინ ვითარცა იხილა ჰეროდე, რამე თუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, როგორც ფარაონს დასცინა ღმერთმა მოსეს საშუალებით, იგივე უყო ჰეროდესაც მოგვების მეშვეობით, რადგანაც ორივენი, ფარაონიცა და ჰეროდეც, ყრმათა მომწყვედელნი იყვნენ. ფარაონი ეგვიპტეში ხოცდა ებრაელთა მამრობით ისქესის ყრმებს, ხოლო ჰეროდე, ბეთლემში, განრისხნა ფრიად, წარავლინა და მოსწყვიდა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნენ ბეთლემს. მოგვებზე განრისხებულმა ჰეროდემ თავისი გულის წყრომა თავს დაატეხა იმათ, რომელთაც მისთვის არაფერი უნიათ, რისთვის იყო დაშვებული ყრმათა ამოწყვეტა, რათა ჰეროდეს ბოროტება განცხადებულიყო. მაგრამ შენ შეიძლება მკითხო, ეს რაღა არის? ნუ თუ ყრმები ასე უსამართლოდ იმიტომ დაისაჯნენ, რომ ჰეროდეს ბოროტება განცხადებულიყო, მაში, მოისმინე, უსამართლოდ კი არ დაისაჯნენ, არამედ გვირგვინთა ღირსნი შეიქნენ, რადგან ყოველი, ვინც აქ რაიმე ბოროტებას ითმენს, ან ცოდვათა დატევებისათვის, ან კიდევ გვირგვინთა დადგმისათვის იტანჯება. მსგავსად ამისა, ეს ყრმებიც უმეტესად გვირგვინოსან იქნებიან. 16-17 და ყოველთა საზღვართა მისთა 2 წლითგანი და უდარესი, მსგავსად მის ჟამისა, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან. მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინასწარმეტყველისაი, რომელსა იტყვის, ვინმეს რომ არ ეფიქრა, ყრმათა ამოწყვეტა ღმრთის ნების გარეშე მოხდაო, გვაჩვენებს, რომ მან ეს წინასწარ იცოდა და წინასწარ თქვა. 18. ხმაი ხრამაით ისმა. ხრამა ამაღლებული ადგილია პალესტინაში. თვითონ ეს სახელიც მაღალს ნიშნავს. იგი წილად ხვდა ბენიამინის ტომს, რომელიც რაქელის შვილი იყო. რაქელი კი ბეთლემშია დასაფლავებული. ასე რომ, წინასწარმეტყველი ბეთლემს რაქელს უწოდებს, რადგანაც იგი იქ დაიმარხა. მაღლობზე მოთქმა და ტირილი ისმოდა. მოусმინე წინასწარმეტყველს. ხმაი, გოდებისა და ტირილისა და ტყებისა იმრავალი, რაქელს ტიროდა შვილთათვისთა და არა უნდა ნუგეშინის ცემის, რამე თუ არა არიან. იგულისხმება, რომ ამ ცხოვრებასა შინა აღარ არიან, თორემ სულები უკვდავია.
მუხლები მე-19-დან 23-ს ჩათვლით. დაბრუნება და ნაზარეთში დამკვიდრება. 19. ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე. წარი აღსასრული ჰქონდა ჰეროდეს. ბოროტი სული ცხელებით, მუცლის გვრემით, ქავილით ამოხდა, ფეხები მოეღრიცა, სარცხვინელი დაულპა, მატლი დაეხვია, ჭირდა ქოშინი, კანკალი და სხეულის ნაწილები უცახცახებდა. 19. 20. აჰა ანგელოზი უფლისაი გამოეცხადა ჩვენებით იოსებს ეგვიპტეს და ხრქოა. აღდეგდა წარიყვანე ყრმა იეგე და დედა იმაგისი და წარვეთ ქვეყანად ისრაელისა. არ ეუბნება ილტვოდეო, არამედ წარვეთ ო, რადგან საშიშროება უკვე აღარ არსებობდა. რამე თუ მოსწყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა. სადაა აპოლინარიოსი, რომელიც ამბობდა, რომ უფალს არ მიუღიაო სული კაცისა, რამე თუ აქ იგი იმხილება. 21, 22. ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმა იგი და დედა იმისი და მოვიდა ქვეყანად ისრაელისა. და ვითარცა ესმა, რამე თუ არქელაოს მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისათვის ისა, შეეშინა მისვლად მუნ, ჰეროდეს 3 ვაჟი დარჩა, ფილიპე, ანტიპა და არქელაოსი. არქელაოს მეფობა უბრძანა, ბოლო დანარჩენებს ტეტრარქონტობა, მეოთხედ მთავრობა. იოსებს ისრაელის ქვეყანაში ანუ იუდეაში დაბრუნებისა შეეშინდა, რადგან არქელაოსი მამას ჰგავდა, ხოლო ანტიპა თავად ახალი ჰეროდე იყო, რომელმაც წინამორბედი მოაკვლევინა. დაბრძანება მოიღო ჩვენებით და წარვიდა კერძოთა გალილეაისათა. გალილეა არა ისრაელის, არამედ წარმართთა ქვეყანა იყო, ამიტომაც იუდეველნი გალილეველებს სიზღით უყურებდნენ. 23. და მივიდა და დაეშენა ქალაქ საშინა, რომელსა ჰქვია ნაზარეთ. როგორ ამბობს ლუკა, რომ უფალი ნაზარეთში შობიდან 40 დღისა და სვიმეონისაგან მირქმის შემდეგ მივიდა. მაშინ, როცა მათ ეგვეუბნება, რომ ნაზარეთში იგი ეგვიპტიდან დაბრუნების შემდგომ ჩავიდა, გულისხმაყავ, რომ რაზეც მათ ედუმს, იმას ლუკა ამბობს. მაგალითისთვის ვიტყვი, აღესრულა 40 დღე შობიდან და უფალი მივიდაო. გვეუბნება ლუკა, მათე კი იმაზე მოგვითხრობს, რაც შემდგომად ამისა მოხდა, სახელდობრ, უფლის ლტოლვაზე ეგვიპტეში, საიდანაც იგი ნაზარეთში დაბრუნდა. ასე რომ, ერთმანეთს კი არ ეცინა აღმდეგებიან, არამედ ერთი. კერძოდ, ლუკა ამბობს, რომ ნაზარეთში ბეთლემიდან დაბრუნდა, ხოლო მათ ეს თქმით, ეგვიპტიდან. რაითა აღესრულოს თქმული წინასწარმეტყველისა მიერ, ვითარმედ, ნაზარეველ ეწოდოს. დღეს ვერ ვპოულობთ, რომელმა წინასწარმეტყველმა თქვა ეს, რადგან ებრაელთა დაუდევრობისა და მათი მუდმივად ტყვეობაში ყოფნის გამო მრავალი წიგნი დაიკარგა, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ეს წინასწარმეტყველება იუდეველებს ზეპირად, ჩაუწერლად გადმოეცათ. ნაზარეველი წმინდას ნიშნავს. რამდენადაც ქრისტე წმინდაა, ალბათ ნაზარეველიც ამიტომ ეწოდა. ისრაელის წმინდა ხომ უფალს მრავალ წინასწარმეტყველთან ეწოდება.